სინდისის პატიმრის მშობლები, ოჯახის წევრები და ნათესავები დღეს მეტროსადგური ისანთან შეიკრიბნენ და სულ ცოტა ხნის წინ დაიძრნენ ბოლნისისკენ. მათი მთავარი მიზანი არის ის, რომ ქართული ოცნების პროპაგანდას შეეწინააღმდეგონ. მათი თქმით, ქართული ოცნების მთავარი საყრდენი ახლა არის ის პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რომელსაც ყოველდღიურად აჟღერებენ ისინი სინდისის პატიმრების წინააღმდეგ და მათი თქმით, სწორედ ეს არის მთავარი მიზანი, რატომაც გადაწყვიტეს მათ რეგიონებში სიარული. ისინი აპირებენ, რომ თითოეულ ადამიანს პირადად შეხვდნენ და არიგონ გაზეთები, რომლებიც სინდისის პატიმრების შესახებ არის გამოცემული. უკვე 3 სერია არის ამ გაზეთების გამოცემული. ისინი აპირებენ, რომ პირადად გააცნონ ის რეალური მიზეზები თუ რატო ზიან ახლა სინდისის პატიმრები ციხეში და არ დააჯერონ ის ინფორმაცია, რასაც ქართული ოცნება აჟღერებს. ისინი ცდილობენ, რომ კრიმინალად შერაცხონ სინდისის პატიმრები. სწორედ ამ მიზნით ისინი გააგრძელებენ რეგიონებში ვიზიტს და დღევანდელი ვიზიტი შედგება ბოლნისში, სადაც ისინი ბაზარში შეხვდებიან ხალხს და დაარიგებენ გაზეთებს და ასევე გააცნობენ იმ მთავარ ინფორმაციას, რაც არის რეალური და ქართული ოცნების პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობს. ორი იარაღით გვებრძვის საკანონმდებლო შეზღუდვებით და ამავდროულად პროპაგანდით, რომელიც რეალურად მუშაობს რეჟიმის მხრიდან, კარგად მუშაობს. შესაბამისად, ჩვენც რაღაც უნდა დაუპირისპიროთ რეჟიმს. ეს არის ერთ-ერთი ამ შემთხვევაში საშუალება, რომლის მეშვეობითაც ჩვენ მოსახლეობამდე მიგვაქვს სწორი, ობიექტური და ჭეშმარიტი ინფორმაცია. დღესაც გააქტიურა რეჟიმმა სინდისის პატიმრების მიმართ შეურაცხმყოფელი და ტყუილი ინფორმაციების გავრცელება. ეს არის უკვე მე რამდენი გასვლა, მე მგონი მე-11 თუ მე-12 გასვლა ქალაქ გარეთ. ვარიგებთ ისევ გაზეთებს, კვირა დღეა, დღეს იქ ძალიან ბევრი ხალხი იქნება შეკრებილი. წინა კვირას მარნეულში ვიყავით და ძალიან წარმატებული იყო და ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით. დღეს გვახლავს ინგლისელი ჯგუფი ჟურნალისტების. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენს გვერდით არიან ჩვენი დასავლელი მეგობრები, რომელმაც უნდა გააშუქონ ყველაფერი ეს. მე პირველად ვიღებ მონაწილეობას, რადგან მე მიგრანტი ვარ და ჩემს მაგივრობას ჩვენი ბიჭების დედები უწევდნენ ჩემს შვილს. ამიტომ მეც მინდა შემოვიერთდე რანდრის დედა. დღეს მივემგზავრებით ბოლნისში და მადლობა მინდა მოუხადო ამ დედებს, მეც რომ მომცეს საშუალება, რომ შევუერთდე მათთან ერთად და ვიბრძოლო მათთან ერთად. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი არის პროპაგანდა და დეზინფორმაცია. სწორედ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი საშუალება არის საინფორმაციო ომში ეს გაზეთები თავისუფლების ხმა ციხიდან, რომელიც აერთიანებს პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების წერილებს საქართველოს მოქალაქეებისადმი. შევაიარაღოთ ისინი ამ ინფორმაციით, რათა მათ შეძლონ, რომ რეგიონებში განსაკუთრებით მოზღვავებულ აი ამ პროპაგანდას და დეზინფორმაციას გაუმკლავდნენ. სინდისის პატიმრების მშობლები, ახლობლები და მხარდამჭერები ამბობენ იმას, რომ ისინი არ აპირებენ გაჩერებას, გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ რეგიონში ჩავიდნენ, თითოეულ ადამიანთან მიიტანონ მათი სიმართლე და სწორედ ამის გამო ისინი არ აპირებენ გაჩერებას, მანამ სანამ თითოეული სინდისის პატიმარი ჯერ კიდევ იმყოფება საკანში. ეს იყო თეკლა დონაძე.